ნებისმიერად. შენ არ ხარ სამართალთან ახლოს, შენ არ გაჭივნია ჰუმანიზმთან, შენ არ გამოგივლენია წამიერი, მის ხალი თანაგზნობაც კი, მიუხედავად იმისა, რომ არ გვჭირდება შენი თანაგზნობა, ჩვენ გვჭირდება სამართლიანი სასამართლო, რომელიც ძის, რომელიც არჩევს კანონის უზენაესობიდან და არა პარტიული დაკვეთებიდან გამომდინარე. ვერც კი გაბედე, რომ სასამართლოში ნინო წიროსანი, ირაკლი ყობახიძე დაგებარებინა, ორივე მათგანმა უსიტყვიოდ, არაადამიანურად, ყოველგვარი პოლიტიკური მანიპულაციებით სიამაყლობელი დაადანაშაულა უცხოეთის ქვეყნების დაკვეთის შესრულებაში, როდესაც სიამ გააჩნდა დამსახურებელი სილა მოძალადე პოლიციელს. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე მტკიცებულებების საფუძველზე აყენებდა შუამდგომლობას შენ წინაშე, რომ თანამდე მოვისპირებს, რომელთაც დიახაც აქვთ იმის ძალაუფლება, რომ უდანაშაულობის პრეზუმპცია დაარღვიონ, ვერ გაბედე ხმის ამოღება, ვერ გაბედე მათი დაბარება სასამართლოდან, სადაც ყობახიძეს, წიროსანს და მათ მსგავს ადამიანებს მოეთხოთ ერთი, ვის დაკვეთას ასრულებდა სიამაყლობელი. სიამაყლობელი 21 წელზე მეტი ასრულებს საზოგადოების დაკვეთას. ქვეყანაში იყოს მართლმსაჯულება, ქვეყანაში იყოს კანონის უზენაესობა, ქვეყანაში იყოს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია დემოკრატიასთან, ბავშვების უფლებების დაცვასთან, ქალთა უფლებების დაცვასთან, აჭარის მთელი ქვეყნის განვითარებასთან. შენი პასუხი ამ ყველაფერზე იყო აბსოლუტური კედელი, არაადამიანობის უსამართლობის კედელი. სიამაყლობელი საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სპეციალური პენდენციური სამსახურის მთავრობის სიამაყლობელი საქალაქო სასამართლოს მოძალადე პოლიცია ვიცი მე რომ თავისუფლება მზიად! სიამაყლობელი ხელისაწვდომით თავისუფლება სასამართლოსთან შეკრებილ მოქალაქეებს ეს არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მანქანა, რომელთაც გადაჰყავთ სიამაყლობელი. დღეს 14 ივლისია ბათუმის სასამართლოში ჩვენება მისცა სიამაყლობელმა ისცა ცეცხლი მოძალადე რეჟიმს უკვე დასრულების ეტაპზეა შეიძლება ითქვას სამსახურის მოძალადე დგებუაძე განხილვა მაგრამ ვერ გაკეთდა რამდენიმე წუთის შემდეგ სავარაუდოდ უკვე ამ საქმის განხილვა დასრულდება. როგორც ხვდები, პროკურორი საუბრობს, მოდი მოვისმინოთ მისი გამარტება, თორნიკე გოგეშვილი. ჩადენი დანაშაულებს ვინ გამოიძიებს ბატონტონიკე ირაკლი გებუაძემ ჩაიდინა დანაშაული დღეს მოისმინეთ როგორც პროკურორმა ეს ყველაფერი ვინ გამოიძიებს როგორ დაადასტურდა არ დადასტურდა არასწორ კომენტარს აძლევს ბატონო თორნიკე არა როგორ დადასტურდა თქვენ რასაც ფიქრობთ ეს ხო არ არის სამართალი სამართალი არის ფაქტები რომელი ფაქტები საუბრობთ ბრალდებულის განმარტებებით დადასტურდა არ დადასტურდა იწვევს ბატონ თორნიკე გაღიზიანებული სამსახურების არ უთქვამს მსგავსი არაფერი სასამართლო პროცესზე არ უთქვამს არაფერი მსგავსი მეგრი ყობახიძის საკითხაზე რატო იყავი წინააღმდეგი მეგრი ცხოვრება გაიქცევი შენ მასე მეგრი ყობახიძის სიტყვილი ის მოძალადე რეჟიმი ის რეჟიმი რომელიც ყველაფერს აკეთებს
ჰუმანურობის და კანონის უზრუნველყოფის წინააღმდეგ. ასეთი სახელი და გვარი არ იქნება დაუწყებული იმ მოძრაობების რიგებიდან, რომლებიც კლებავთ ამ რეჟიმს. ისევე როგორც არ იქნება დაუწყებული იმ ადამიანების დიდი ღვაწლი, პარტიკულად სამოქალაქო გმირობა, რომლებიც ახლა არიან პოლიტიკის ყოები, პოლიტიკური რეჟიმის ყოები. ამიტომ მოსამართლე იქნება, პროკურორი იქნება და ნებისმიერი ცრუ მოწმე, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ საქმე შეეკერათ. მისთვის აბსოლუტურად უსამართლო გაყალბებული ჩვენებები, ეს ადამიანები არ დარჩებიან დაუჩენებელი. ეს შეიძლება ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მედია. მოსმენთ ერთ-ერთად გამოცემა ბათუმელების თავ რედაქტორს. არა, თანამოქალაქეობო, არავითარ შემთხვევაში ნებისმიერი თქვენგანის ოჯახთან შეიძლება ისე მოვიდეს სამართლობა, რომ ამის შესახებ ვერავის გააგებინოს, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც ახლა ვიბრძვით სიტყვის თავისუფლებისთვის, ან ქვეყნიდან იქნებით გაქცეულები ქართულ ქვეყანაში, ან სიტყვაშივიდებით გამოსწორდებით. ამიტომ როცა მოგიწოდებ სოლიდარობისკენ, ეს არ არის განწირულების, ეს არ არის ბათუმელების თავ რედაქტორი. ეს არის სოლიდარობის აუცილებლობა. დღეს საკუთარი თავი უნდა დავიცვათ, რომ ოლიგარქმა, რომელმაც მიითვისა ეს ქვეყანა, ერთ-ერთი ანალიტიკოსი, როგორც მეგაფონით მიმართავს მოსამართლეს პროკურორს, სადაც ყოველები დაატარეს პრემიერ-მინისტრებს დაცვლის, სადაც პრაქტიკულად ყველა მსახური ისე გასვარა, რომ ზოგიერთმა თავის მოკლასა და ზოგიერთი უკვე აღარ არის არც პოლიტიკაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამაღლებელმა მისცეს ჩვენი სასამართლოს. არჩევნები მხოლოდ ერთი მოიწმე ამ საქმეზე, რომლის შემდეგაც უკვე ჩვენ მოვისმენთ დასკვნას. რუსეთიც ასე იწყებოდა, რუსეთიც ასე თენდებოდა, რუსეთიც ამგვარი მეცნიერების ცდილობს და სამწუხაროდ საბოლოო გადაწყვეტილება განაჩენი რასაძლოების შემთხვევაში ისის გაწმის გამო მზიამაღლობელს ედავებიან პოლიციელზე თავდასხმის მუხლით და ეს ითვალისწინებს 4-დან 7 წამი თავისუფლების აღკვეთას. გაზეთ ბათუმელების რედაქციისგან ნელი ნაბიჯებით, ცვლილობით ის ერთი ნაწილი დავიკავოთ ისე რომ გავაგონოთ ქალაქის ამ უბანწყმა, გავაგონოთ თანამოქალაქეებს. როგორც ხედავთ, სპორტამ რა დაიგეგმა მსვლელობა ბათუმის ქუჩებში, ბათუმის საქალაქო სასამართლოდან ბათუმელების ოფისამდე, სოლიდარობის და მხარდაჭერის ნიშნად. გზისავალ ნაწილზე სამხრივად შეგვიძლია დავიკავოთ გზისავალი ნაწილი და მემედაბაშიძის ქუჩისკენ გადავიდეთ, სადაც მდებარეობს ბათუმელების რედაქცია. თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს! აგროვდებიან ახლა მოქალაქეები, რომ შემდეგ მათ მოაწყონ მსვლელობა ბათუმის ქუჩებში მზიამაღლობელის მხარდასაჭერად, რომელიც არის ერთ-ერთი სიმბოლური გამოხატულება, სიმბოლური საქმე ამ საქმეს. დონა კურდოვანიძეს გავისაუბროთ. მოგესალმებით ქალბატონო ნონა, საიას ხელმძღვანელი, რომელიც ესწრებოდა დღეს სასამართლო პროცესს და საია ერთ-ერთი დამცველია მზიამაღლობელის სასამართლოში. რა იყო ყველაზე საინტერესო მომენტი თქვენთვის რომელ სხდომაზე? მათ შორის რომელ სხდომაზე უარი თქვა სასამართლომ დაეკითხა ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ესე უაპელაციოდ დააბრალოთ, თქოს კონკრეტულ დავალებით მოქმედებდა მზიამაღლობელი ამ სინის გაწმის დროს. დღევანდელი პროცესი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მზია პირველად აძლევდა ჩვენებას და მზია მოყვა მათ შორის უმძიმესი ისტორია არასათანადო პროდის, რომელიც ირაკლი გებუაძის მიერ განხორციელდა მის წინააღმდეგ და ამასთან დაკავშირებით ამ დრომდე არანაირი გამოძიება არ არის ჩატარებული. მზიამ ისაუბრა მათ შორის იმ გარემოებებზე და ახსნა რამ გამოიწვია ის ქმედება, რის გამოც მას ბრალი არ წარდგენილი და რა თქმა უნდა ყველა ეს ჩვენება ადასტურებს იმას, რომ მზია სრულად უკანონოდ არის პატიმრობაში და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არის უკანონოდ დაწყებული. რაც შეეხება მოსამართლის გადაწყვეტილებებს, მოსამართლემ კიდევ უარი თქვა გარკვეული შემდგომლობის დაკმაყოფილებას
განხორციელებაზე, მათ შორის რაკეტობაქიძის დაკითხვასთან დაკავშირებით, რაც ასევე სრულიად უსაფუძვლო იყო და მოსამართლემ ბოლოს შეცვალა კიდევაც დარბაზი, ის შეაწუხა როგორც ჩანს პროტესტმა, რომელიც მიმდინარეობდა ქუჩაში სასამართლოს წინ და გადაწყვიტა, რომ დარბაზი უფრო პატარა ყოფილიყო და საბოლოოდ იქ ბევრი მსურველი ვერ დაეტია და ძალიან პატარა დარბაზში დასრულდა დღევანდელი კავშირი. Უნდა აქ რა უწოდოთ ჩვენს მაყურებელს რა ეტაპზე მზია მაღლობელი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებულია ეს საქმე და დაიწყო უკვე განხილვა სტრასბურგის სასამართლოში. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სტრასბურგის სასამართლოში უკვე გაგზავნილია ერთი საქმე მზიას შესახებ ეს ეხება უკანონო პატიმრობას აღკვეთის ღონისძიების საკითხს და სხვა დეტალებს რომელიც ამასთან არის კავშირში ეს საქმე ძალიან სწრაფად დაკომუნიცირდა ანუ სასამართლომ უკვე დაიწყო კომუნიკაცია საქართველოსთან იუსტიციის სამინისტროს განესაზღვრა კონკრეტული დრო როდესაც მან და უპასუხოს სასამართლოს კითხვებს და ეს პროცესი მიმდინარე არის ჩვენ რა თქმა უნდა ასევე გეგმავთ სხვა საქმეების გაგზავნასაც მზიასთან დაკავშირებით მათ შორის სამართალდარღვევის საქმეს რომელიც უკვე დასრულებულია და ველოდებით გადაწყვეტილების ჩაბარება სააპელაციო სასამართლოდან და ეს პროცესები აუცილებლად გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიღებს სწრაფად გადაწყვეტილებას რომელთაც დადგინდება რომ მზიას უფლებები დაიღო რომ მზია პოლიტიკური პატიმარია მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია სრულიად უკანონოდ და მისი პატიმრობა არის გაუმართლებელი ეს უსამართლობა უნდა დასრულდეს და სასამართლოს გადაწყვეტილება ამ პროცესთან მიმართებით და შეფასებისთვის იქნება რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა ეს დონა კურდოვანიძე იყო საიეს ხელმძღვანელი თქვენ მას უსმენთ ახლა ჩვენს პირდაპირ ეთერში მოდით ჩვენ არ ჩამოურჩეთ მსვლელობას და მივედევნოთ თვალი ამ მსვლელობას ბათუმის ქუჩებში დღეს საღამოს დაიწყო მსვლელობა მას შემდეგ რაც დასრულდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია მაღლობელი საქმის განხილვა მორიგი პროცესი დღეს მზია მაღლობელმა მისცა ჩვენება სასამართლოს ეს პრობლემა გადაწყვეტილი ისე რომ მე შეგახსენებთ რომ მზია მაღლობელი არის ჟურნალისტი გამოცემა ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მას ედავება გამოძიება პოლიციელისთვის სილის გაწვნის ფაქტზე რომელიც საფასებს პროკურატურა როგორც პოლიციელზე თავდასხმა და ეს მუხლი ითვალისწინებს ბრალის ადასტურების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ის რომ სილის გაწვნა არ არის არათუ პოლიციელზე თავდასხმა, არამედ საერთოდ არ შეიცავს სასამართლოს დანაშაულის ნიშნებს, ამას ადასტურებენ ძალიან ცალსახად უფლებადამცველები და არ მხოლოდ ისინი, მინდა გითხრათ რომ მუზეუმის სასამართლოს პრაქტიკაც ამასვე ადასტურებს საქართველოში და სწორედ ამიტომაც ძალიან მკაფიოა დღეს შეფასებები, მათ შორის ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის, როგორც არის რეპორტერების საზღვრების გარეშე და სხვა უფლებადაცვითი საერთაშორისო ორგანიზაციების, რომლებიც გუშინაც იყვნენ მზია მაღლობელის მხარდასაჭირად საშუალო აღსრულებით დაწესებულებასთან, დღეს კი ისინი სასამართლო პროცესს დაესწრნენ, ისევე როგორც დღეს სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ ნორვეგიის, შვედეთის, დანიის, ესტონეთის ელჩები, ასევე ევროკავშირის გერმანიის და ნიდერლანდების საელჩოების წარმომადგენლები. ეს განსაკუთრებით ხალხმრავალი იყო ადამიანების სიმრავლე იყო განსაკუთრებული მზია მაღლობელის სასამართლო პროცესზე. მსრულთა ნაწილი ვერ შემოვიდა სასამართლო დარბაზში, ხოლო მას შემდეგ რაც გარეთ ქუჩაში დარჩენილებმა დაიწყეს მეგაფონით გახმოვანება იმის რასაც ისინი აპროტესტებენ ამ შემთხვევაში ისმოდა სასამართლო დარბაზში ძალიან მკაფიოდ შეძახილები თავისუფლება მზიას, თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს სწორედ ამ მოტივით რომ ამ შესახილების ფონზე უკვე აღარ იცმოდა იგივე პროკურორის შეკითხვები მზია მაღლობელის მიმართ მოსამართლემ მიიღო წვეტილება რომ
სხვა დარბაზში გაგრძელებული იყო ეს ხტომა და მართლაც გადაინაცვლეს ხტომა და სხვა დარბაზში, რომელიც სულ რაღაც 15 კაციანია და მსურველების დიდი ნაწილი უკვე ვეღარ დაესწრო მზია მაღლობელის ჩვენების მეორე ნაწილს. თქვენ ასევე იცით, რომ უკვე სასამართლო ხტომაზე ნაკრძალულია როგორც ფოტოების გადაღება, ასევე ვიდეოების გადაღება, ხმის ჩაწერაც კი არის შეზღუდული. თვალს ადორებთ მსვლელობას ბათუმის ქუჩებში. ჩვენ ახლა ლუკა ასეთიანის ქუჩაზე ვართ. რატო წავიდა ლაშა კომახიძე და რატო წავიდა არჩილ ციკოვანი? არა და მათსასვამდე სულ რამდენიმე დღით ადრე დიდი სიამაყით, მოწადინებით, რუდუნებით აკრებდნენ ხოტბას ასხამდნენ ერთ და მეორესაც. მაგრამ იცით რატომ ხდება ესა? ბათუმის საკრებულო დაცლილია თვითმმართველობის იდეიდან. ბათუმის საკრებულოს ქართული ოცნების უმრავლესობა არის ნოტარიულად გამფორმებელი იმ კანონმდებლობების, რომელიც მათი სამუშაო ოთახებიდანაც კი ჩანს. ეს არის შენობა, რომელიც არ ხვენს მისივე პირველი მასპიდლის, ბათუმის პირველი მერის ლუკა ასათიანის სახელს, რომლის სახელობის ქუჩაზე დგას ეს შენობა. სიტყვილია დღეს თვითმმართველობის წარმომადგენლები ერქვა თქვენ ადამიანებს, რომლებიც საერთოდ არ გრძნობთ პასუხისმგებლობას, საერთოდ არ გრძნობთ ანგარიშვალდებულებას თქვენი ამომრჩევლების წინაშე. ეს არის შენობა, სადაც გაიცემოდა და გაიცემა ასეულობით უკანონო მშენებლობის ნებართვა. ამ ნებართვებმა გადაყლაპა ეს ნამდვილად ევროპული მოწყობის ქალაქი, რომლის განაშენიანებაც გერმანელებმა, ფრანგებმა, ბრიტანელებმა მე-19 საუკუნის ბოლოს, მეოცის დასაწყისში გენიალურად შეძლეს. ქალაქი, რომელიც მართლა შეიძლებოდა გამხდარიყო შავი ზღვის მარგალიტი, დღეს იქცა გროვად ცემენტის, სადაც სუნთქვაც კი შეუძლებელია. ამიტომ ძირს ოლიგარქია, ძირს მოძალადე რეჟიმი, ძირს კორუფცია, თავისუფლება პოლიტიკურ ტყვეებს, თავისუფლება მზია ამაღლობელს. მზია ამაღლობელი, როგორც ჟურნალისტი, როგორც მედია მენეჯერი, იყო ერთ-ერთი პირველი ამ ქალაქში, ვინც დაიწყო წერა სწორედ ამ კულტურულ მემკვიდრეობაზე, მის შენარჩუნებაზე, ქალაქის ავთენტური სახის, იმ სახის შენარჩუნებაზე, რატომაც უყვარდათ ეს ქალაქი. და ყოველთვის, როცა ბათუმელების სტატია ქვეყნდებოდა, დიახ, თქვენ ამის გეშინოდათ, დიახ, უნდა გეშინოდეთ თხილების, უნდა გეშინოდეთ ყველა იმ საგამოძიებო სტატიის, რომელიც ქვეყნდებოდა და ქვეყნდებოდა თქვენ და საუბედუროდ კიდევ მრავალი წელი გამოქვეყნდება. იმიტომ რომ თავისუფალ სიტყვას ვერ გააჩერებთ, იმიტომ რომ წინააღმდეგობას ვერ გადაყლაპავთ, იმიტომ რომ ხალხი უფრო დიდია ვიდრე ოლიგარქის ფული, იმიტომ რომ არ გვეკადრება ოლიგარქის პირობებში და რეჟიმში ცხოვრება. და ამ ქალაქმა შეიძლება დღეს მას უჭირს სოლიდარობის გამოხატვა ბევრი რამის გამო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის არ შეარჩენს საკუთარი იდენტობის გაუპატიურებას კორუფციულ ცეხავით თანამდებობის პირებს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ყველაფრის კეთების საშუალება აქვთ, რადგან ყველა ჭამს, ყველა იპარავს, ყველას მიაქვს ჯიბეში სწორედ ის, რაც ხალხის გონება, ხალხის ძალა უნდა გახდეს და ხალხს უნდა მოხმარდეს. ამ ყველაფრის წინააღმდეგ და არა კიდევ უამრავი უკეთურების წინააღმდეგ დიახაც ბათუმელები, ყველა რეგიონული მედია ორგანიზაცია იბრძოდა, იბრძვის და იბრძოლეს თავისუფლება მზიას,
თავისუფლება ბათუმელებს თავისუფლება კრიტიკულ სიტყვას ძის ოლიგარქია ძის მოძალადე რეჟიმი ძის მოძალადე პოლიცია კონტროლსადორებს სოლობას ლუკას მემედ აბაშიძის 48 საქალაქო სასამართლოდან ბათუმელების ოფისამდე განსაკუთრებული ცენტრალური მნიშვნელობაც კი შეიძინა ამ მისამართმა, იმიტომ რომ აქ მომუშავე ადამიანები, ამ რედაქციის სტუმრები, ამ რედაქციის მხარდამჭერი ადამიანები არიან ისინი, ვინც იბრძვიან ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას. შეიძლება იყოს თავისუფალი სიტყვის და დემოკრატიის მცველები. წლის განმავლობაში ათასობით მოქალაქისთვის გამოუხატავს მხარდაჭერა, პროფესიული განადგობა, სწორედ იმ გზით, რომ მათ უფლებების დასაცავად ბათუმელების სტატია დაეხმარა, ბათუმელების მიერ მომზადებული ჟურნალისტური პროდუქცია დაეხმარა. შეუძლებელია სიტყვის თავისუფლების ბრძოლა გააკეთეს. ეს რატო? იმიტომ რომ დიქტატორები, ოლიგარქები, ყველაზე მეტად ამის გამოა რომ ძალადობრივი პოლიტიკა ბათუმელების წინააღმდეგ. ბათუმელები რომელი თავისუფლდა პრაქტიკულად პოლიტიკა ხარ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის გაუცხადებასთან ერთად. ქვეყანა ახალგაზრდა ქვეყანა არის თუ რაღაცა 34 წლის და ბათუმელები უკვე არის 24. ანუ 10 წლის დროსია ქვეყანა ვიდრე ბათუმელები. და მინდა რომ ერთი რაღაცა ჩემგან როგორც მოქალაქისგან ვიდრე ბოლო მისხალი ენერგიის გვაქვს. ვიდრე შეგვიძლია ფეხზე ვიდგეთ. ვიდრე შეგვიძლია ერთმანეთს შევაწიოთ ცირები სიტყვა მაინც. ჩვენ ვიბრძოლებთ ქვეყანაში დიქტატურის წინააღმდეგ, ქვეყანაში ავტორიტარიზმის წინააღმდეგ. ჩვენ ვიბრძოლებთ სიტყვის თავისუფლებისთვის, ჩვენ ვიბრძოლებთ მზიას დასახსნელად. თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზია ამაღლობელს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეს! თავისუფლება საქართველოს! ძის ოლიგარქია! სექსლი ოლიგარქიას! მადლობა ყველას! მადლობა ხალხს! მადლობა გელას! 8 საათი სასამართლოსთან ვინც რჩები გზა გაქვთ და გქონოდეთ სულ. ასეთი აქ შეკრებილი მოქალაქეების გზავნილები ბათუმელების რედაქციასთან მემედაბაჟის 48-ში აქ გადმოინაცვლეს დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მისული მოქალაქეების ნაწილმა დღეს მზია ამაღლობება მისაჩვენება სასამართლოს და იყო არაერთი გარემოების გამო მნიშვნელოვანი ეს ხტომა. მათ შორის დღევანდელ ხტომაზე ერთ-ერთი საკითხი, ერთ-ერთი შუამდგომლობა, რაც დააყენეს ადვოკატებმა, ეს იყო ქართული ოცნების პრემიერის, ანუ არალეგიტიმური ანტიკონსტიტუციური მთავრობის პრემიერის ირაკლი კობახიძის დაკითხვა, ვინაიდან ირაკლი კობახიძე მედიასთან ავრცელებს ინფორმაციას, რომ თითქოს მზია ამაღლობელი მოქმედებდა რაც კონკრეტული დავალებით, კონკრეტული ინსტრუქციით. რა ინფორმაცია აქვს ირაკლი კობახიძეს საინტერესო უნდა იყოს წესით სასამართლოსთვის, დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში, რადგანაც ბუნებრივია ნებისმიერი დანაშაულის შემთხვევაში საინტერესო არის განზრახვა და განზრახვით მოქმედებს ესეთი ის პირი. და ამ დროს ის ვერსია, რომელსაც ლაპარაკობს ირაკლი კობახიძე, არ აქვს ნახსენები თავად პროკურორს, ანუ საქმის მასალებში ესეთი კონკრეტული დეტალები არ არის ცნობილი. და ამ დროს რის საფუძველზე აცხადებს ამას ირაკლი კობახიძე, თუმცა ირაკლი კობახიძის დაკითხვაზე ცხადია, უარი განაცხადა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა. ასევე
საინტერესოა ისიც, რომ ამ გაცხადებით დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმპცია. პროკურორმა თორნიკე გოგოშვილმა კი ახსენა დღეს, რომ ეს იყო ირაკლი კობახიძის პოლიტიკური შეფასებები და მაიამ წარიაშვილმა მას მადლობა გადაუხადა, რადგანაც ამან ხაზი გაუსვა იმას, რომ ზუსტად ამ განცხადებას გამოიყენებს ის სტრასბურგის სასამართლოში, რადგანაც პოლიტიკური თანამდებობის პირს არაფერი არ ესაქმება სამართლებრივ საქმეში, სამართლის გამოძიების მასალებში, მაშინ როცა გამოძიება არის დასრულებული და მოსამართლეს არ აქვს მიღებული განაჩენი ამ თუ იმ საქმეში, ამ დროს პოლიტიკური ლიდერი, კონკრეტული თანამდებობის პირი ადანაშაულებს კონკრეტულ ბრალდებულს. ეს მიუთითებს ამ საქმის პოლიტიკურ მდგენაზე, პოლიტიკურ შინაარსზე, რომ რეალურად პოლიტიკურ ანგარიშწორებასთან გვაქვს საქმე და არა სამართლიან მართლმსაჯულებასთან, რასაც უნდა გქონდეს საქმე რეალურად. და სწორედ ამით დაიმსახურა თქვენი მადლობა ბრჭყალებში ადვოკატისგან პროკურორმა თორნიკე გოგოშვილმა. დღეს სურვილების დიდი ნაწილი ვერც კი შევიდა სხდომათა დარბაზში, რადგანაც ამისთვის საკმარისი რაოდენობა არ იყო, ადგილების საკმარისი რაოდენობა არ იყო. ასევე იმის გამო, რომ შეძახილები ხმამაღლა ჟღერდებოდა დღეს ქუჩიდან და ის აღწევდა სხდომათა დარბაზში, როგორიც არის თავისუფლება მზიას კაცრავად თავისუფლ პოლიტიკურ პარტნიორებს ძირს დიქტატურა და ასე შემდეგ. მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მას შეიცვალა სხდომა დარბაზი და დიდი დარბაზიდან გადაიტანა სხდომა მცირე დარბაზში, სადაც დაახლოებით 15 მონაწილის დასწრება შესაძლებელი და სწორედ მსროლების დიდი ნაწილს მზიამაღლობელის ჩვენების სრულად მოსმენის საშუალებაც კი არ მიეცა. დღეს აღამოსაც გაიმართება საპროტესტო აქცია ბათუმში, 800-დან შეიკრიბებიან მოქალაქეები, ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ვისაც მიეჩნია, რომ არის ეს ქვეყანა პირდაპირ აქვს საბრიობას, რადგანაც მყარდება დიქტატურა და ამის ძალიან კაფიო ნიშნებს ჩვენ ვხედავთ და ჩვენი დასავლელი მეგობრები პირდაპირ გვესაუბრებიან იმ საფრთხეებზე, რის წინაშეც არის ახლა ქვეყანა. მათ შორის ჩვენ ნახეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელშიც მოხსენებულია მზიამაღლობელის საქმეც და მზიამაღლობელი ციხიდან გამოგზავნილი წერილი და მისი ფრაზა იბრძოლოთ ვიდრე გვიანი არ არის ამ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარ გზავნილად იქცა, ამიტომაც მოქალაქეები თვლიან, რომ მათ შეუძლიათ ბრძოლა ამ ქვეყნის დასახსნელად, რომ ეს ქვეყანა არ გახდეს რუსეთის ნაწილი. ისინი ისევ შეიკრიბებიან ამ საღამოსაც ისევ ტრადიციული შეკრების ადგილას საკონსტიტუციო სასამართლოსთან. ასეთ იყო ჩვენი პირდაპირი ჩართვა ამ დროისთვის. ეს იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა, მადლობა ყურადღებისთვის დროებით.